გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის თათიას პოდკასტი, ფაქტიურად ისტორიული პოდკასტი, იმიტომ რომ დღეს თათიასთან ერთად ამ პოდკასტს წაიყვანენ რევაზ ბოჭორიშვილი, საფრანგეთის კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ბატონი ვაძიმ ხატიაშვილი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების უფროსი. ძალიან მაგარი ხალხი და ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ჯდომა რომ მომიწია ამ პოდკასტში. მე ბევრ შეკითხვებს არ დავსვავ, მაგრამ თუ რამე დამაინტერესებს, ჩაგეკითხებით. გალბატონი თათია ყველა მიცის და იმდენად საინტერესო იყო ენდომეტრიოზის პოდკასტი და იმდენად დიდხანს გეგმავდით ამ პოდკასტს, რომ აუცილებლად გონია რომ მთელი საქართველო უყურებს, არა მარტო ქალები, არამედ კაცებიც. ეხ მეც ესე ვფიქრობ, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წინა პოდკასტებში ენდომეტრიოზის შესახებ და რადგანაც ვიცოდი, რომ რევაზის ჩამოსვლაც ემთხვეოდა დაახლოებით ამ ნოემბრის დასაწყის, წინასწარ შეუთანხმდი, ვიცი რომ დიდათ არც რევაზს არც ვაძიმს დიდათ არ უყვართ თავის გამოჩენა და ესეთი ტელევიზორით ხშირად ვერ ნახავთ, გადაცა ვერც Facebook-ებს, არც სოცქსელებში, დავითანხმე როგორც იქნა ორივე და აი გადავწყვიტეთ, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ამ ორი ექსპერტის აზრი ენდომეტრიოზის შესახებ, ოპერაციები რა დროს უნდა დაიგეგმოს, რა როგორ გაკეთდეს, საკმაოდ დიდი ხანია ისინი ამ სფეროში მოღვაწეობენ და არც თუ ისეთ ცუდად, ნამდვილად თვლი რომ მარტო მე არა, ეს ნამდვილად ესე ორივე ექსპერტები არიან, რევაზი საფრანგეთშია მოღვაწეობს, ვაძიმი თბილისში, პერიოდულად რევაზი ჩამოდის ყველა მიცის წელიწადში ორჯერ, არ გახანია, ეხლა კი ვიკამეთეთ ცოტა რამდენი წელი არ არის საჭირო, დიდი ხანია ასე რომ ვთქვათ, წელიწადში ორჯერ ჩამოდის და ესე სამჯერ და ძალიან გვინდა რომ საერთოდ ჩამოვიდეს და გადმოვიდეს, აი ხა მანქანაშიც მაგაზეც ვსაუბრობდით, რომ იქნება დავიყოლიოთ, რომ ეყო საფრანგეთს, ჩამოვიდეს და გააგრძელოს მოღვაწეობა. იმიტომ რომ ჯერ კიდე ახალგაზრდები ვართ და ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. და ეხა მინდა რომ გადავიდე რევაზთან, მართლა აი ჯადოქარია ორივე და მე რო პირველად ნახე ლაპარასკოპია რევაზის, ეს იყო საოცრება, ეს იყო უდიდესი მიომექტომია უზარმაზარი კვანძის, მერეც ამაზე შეიძლება საუბარი, უბრალოდ რევაზი დაიწყებს და გავგიჟდი. პირველად ნახე რევაზის ლაპარასკოპია და იქიდან დაიწყო ჩემი საერთოდ გაოგნება, რომ ესეთი დარგი არსებობს და ესე შეიძლება მისი შესრულება. რევაზ, რამოდენიმე სიტყვით დაიწყე ხა შენ გააგრძელე. ენდომეტრიოზზე და საერთოდ ძალიან დიდი მადლობა თათია პროფესორის მოწვევისათვის, ძალიან დიდი სიამოვნება, ვინაიდან ჩვენ მეგობრობ დიდი ხანია და გვაქვს ეს პროფესიული ურთიერთობა უკვე წლების განმავლობაში და დროით გამოცდილი როგორც იტყვიან, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობაც არის, ახლა ვილაპარაკოთ ისეთ თემაზე, რომელიც არის საკმაოდ გავრცელებული სტატისტიკურად, მძიმე თემა. სტატისტიკურად რაც არის ასეთი ცნობილი სტატისტიკა, მსოფლიოს მოსახლეობის ქალების, ყოველ შემთხვევაში რეპროდუქციული ასაკის ქალების 10% შეიძლება კონდეს ენდომეტრიოზი, რაც ესეთი უხეში გადათვლებით, სადღაც 150 მილიონამდე ქალი გამოდის, მაგრამ რეალურად დადასტურებული ენდომეტრიოზი სადღაც 20 ალბათ 30 მილიონი ქალის სამწუხაროდ პრობლემაა და ენდომეტრიოზი არის ერთ-ერთი იმ მძიმე დაავადებათა შორის, რომელიც იწვევს დიდ დატვირთვას ჯანმრთელობის საერთოდ ჯანდაცვის სისტემაზე არის კვლევები, თუნდაც ეკონომიური ამის შედეგი, ვინაიდან ენდომეტრიოზი არის ისეთი დაავადება, რომელიც ხელს უშლის ქალს ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაში და აი ყველაფერი რომ შეჯამდეს, ისეთივე დატვირთვა არის ამ ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც მაგალითად დიაბეტი, ხო, რომელიც ქრონიკული დაავადებაა. თან ამასთან ენდომეტრიოზი, როდესაც აი ერთი სიტყვით ვამბობთ, ეს ალბათ არასწორია, ენდომეტრიოზის სხვა ფორმები არსებობს. ზოგჯერ აბსოლუტურად განსხვავებული, მაგალითად საკვერცხის ენდომეტრიოზი, თქვათ ნაწლავის ენდომეტრიოზი, სხვადასხვა ლოკალიზაციები, საერთოდ ესეც საინტერესოა, ნებისმიერ ორგანოში შეიძლება პრინციპში იყოს ენდომეტრიოზი, მაგრამ ყველაზე ხშირი არის ერთწლული გენიტალური და ყველაზე ხშირად სწორედ აქედან გამომდინარეობს ის სიმპტომები და აქედან გამომდინარეობს ის პრობლემები, რომლებიც ქალებს შეიძლება გაუჩნდეთ. ისე სხვა შორის ანეკდოტისთვის შარშემ
ქონდა მე მგონი მოხსენება სწორედ კაცებში ენდომეტრიოზის სადღაც 10-მდე დოკუმენტირებული შემთხვევა არის კაცებს, რომლებსაც ერთად ქონდათ პროსტატის კიბო და უნიშნავდნენ ესტროგენებს და იქ განვითარდა ენდომეტრიოზი. ესეც საინტერესოა, რომ ენდომეტრიოზის განვითარების ერთ-ერთი დღემდე ზუსტად არ ვიცით საიდან ვითარდება, მაგრამ რაღაც ემბრიონალური ჩანასახებიდან შეიძლება განვითარდეს, რომელიც სტიმულაცია კაცებში მოახდინა, ვთქვათ, ესტროგენებმა. ეს ხადი ანეკდოტია, მაგრამ ათეული შემთხვევა ეს არაფერი არ არის ისე. რომ დავბრუნდეთ ქალების მილიონობით კაცებს ისედაც. არა, ეს ანეკდოტისთვის მოვყევი, უბრალოდ ქალების პრობლემა არის და ძირითადად ორი სახით ვლინდება, ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის დროს, სქესობრივი ცხოვრების დროს და ამაზე გამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან სამწუხაროდ ზოგჯერ ქალები არ ლაპარაკობენ სპონტანურად, განსაკუთრებით საქართველოში, უნდა ჩაეძიო, მეორეს მხრივ აქ უფრო გვიან ხდება, ვთქვათ, სქესობრივი ცხოვრების დაწყება და შესაბამისად ამ ნიშნით არ გამოვლინდება, მაგრამ უკვე აქვს ღრმა ენდომეტრიოზი, ეს აღსანიშნავი საკითხია და ტკივილი ადრეულ ასაკში აქვს, მაგრამ არ აქვს სქესობრივი ცხოვრება და ენდომეტრიოზი უკვე იქ არის და მეორეს მხრივ შეიძლება ხელი შეუშალოს შვილოსნობას და სტატისტიკურად ეს კარგად ვიცით, რომ უშვილო წყვილებში სადღაც 30, ზოგჯერ 50% შემთხვევაში შეიძლება ენდომეტრიოზი იყოს ამის მიზეზი. ანუ ეს კარგად შესწავლილი არის ბევრი ასპექტები, თუმცა დღემდე მართლა ზუსტად არ ვიცით როგორ საიდან ვლინდება და უფრო რატომ ჩდება და ყველა ქალს არ აქვს ენდომეტრიოზი. მეორეს მხრივ ეხლავე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის რაღაც განაჩენი ისეთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა, ვინაიდან ზოგჯერ ინტერნეტში კითხულობენ ქალები რაღაც საშინელებებს, არის ძალიან ბევრი ჯგუფები ენდომეტრიოზის წარუმატებელი მკურნალობის ჯგუფები, სამწუხაროდ ნებისმიერ დაავადებას და ნებისმიერ ოპერაციას მკურნალობას შეიძლება კონდეს წარუმატებელი შედეგი. დღეს ასეთი ჯგუფები იქნებიან ქალების და სამწუხაროდ მათ უსმენს ზოგიერთი ახალგაზრდა შეიძლება, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, ვის უსმენთ იგივე ინტერნეტში, იგივე ბლოგებში, პოდკასტებში, ეს უნდა იყოს პროფესიონალები და ექსპერტები ამ საკითხის. ანუ რომ დაუბრუნდეს, ძირითადი პრობლემა არის ტკივილი და სამწუხაროდ ტკივილს ზოგჯერ ქალები ითმენენ, აი დღევანდელი კონსულტაციის მაგალითი, ახალგაზრდა გოგონა 19 წლის, ტკივილი აქვს მენსტრუაციის დროს, სქესობრივი ცხოვრება არ აქვს, მაგრამ მენსტრუაციის დროს ისეთი ძლიერი ტკივილი, რომ ნემსებს იკეთებს და უთხრეს, რომ ეს არაუშავს გაივლის, მეტყვი 19 წლის არის, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე თქვა, რომ გაივლის, ყოველ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მინიმუმ რაღაც გამოკვლევა, არაინვაზიური ეხოსკოპია დღეს გავრცელებულია, უნდა გაკეთდეს, რომ რაღაც მინიმუმი ინახოს და შემდეგ თუ საჭიროა, შემდეგ გაკეთდეს სხვა კვლევები, აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე სტანდარტული კვლევა ეს არის ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი. მაგალითად, რატომ ვაზუსტებ ამას, ვინაიდან ზოგჯერ ნიშნავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. დღევანდელი ეხოსკოპია არის ძალიან გრძნობი არის, ძალიან განვითარებული აპარატურა არის, მაგრამ მაინც სხვა რაღაც ნიშნებით დიაგნოზის დასაზუსტებლად ან საბოლოო დასამტკიცებლად არის ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი, ვინაიდან გააჩნია მერე ფორმებს და სწორედ თუ აი დღევანდელ პაციენტს დაუბრუნდებით, იქ რაღაც ნიშნები არის ნანახი ენდომეტრიოზის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ თქვათ ოპერაცია გაკეთეს. მე ხლა ქირურგი ვარ და უფრო ამის გამო მოდიან, მაგრამ არ ნიშნავს ავტომატურად, თქვათ ოპერაციის საჭიროებას კონკრეტულ შემთხვევაში არის დღეს ჰორმონალური პრეპარატები, რომელთაც შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში სიმპტომების მოხსნა და აი ამას დაუბრუნდები, არის სიმპტომები ტკივილის, რომელიც არ უნდა მოითმინოს განსაკუთრებით ახალგაზრდამ და არც შემდეგ ცხადია, რომ ტკივილი ზოგადად არ არის ნორმა. სამწუხაროდ ეს გავრცელებული არის საზოგადოებაში, აი დედას ასე ქონდა, ბებიას ასე ქონდა. ან მოითმინე გათხოვების მერე ჩაგედა გაივლის. არ არის გარანტია გათხოვებაც, არ არის გარანტია და ესეც სხვა შორის ერთ-ერთი გავრცელებული მცდარი აზრია, რომ აი რომ გათხოვდები, მე ენდომეტრიოზი ალაგდება. ეს ცხადი ასეთი ალაგება არ არის. მაგრამ მინდა კიდევ ისე დაუბრუნდე, რომ ეს რაღაც განაჩენი და რაღაც კატასტროფა არ არის, ენდომეტრიოზი ძალიან სწრაფად არ ვითარდება, შეიძლება საერთოდ სტაბილურად იყოს წლების განმავლობაში, ეს არ არის ონკოლოგია, რომ რაღაც განვითარდება, დამძიმდება, თუმცა მეორეს მხრივ
თუ დიაგნოზი ვიცით, ამას სჭირდება მიხედვა, ამას სჭირდება სწორი მკურნალობა და დღეს სწორი მკურნალობა არის მთავარი პრობლემა, ვინაიდან ხო, იმის გამო რომ თითქოს ყველა მიცის ეს დაავადება ძალიან ადვილად უნიშნავენ ზოგჯერ არასწორ მიდგომებს, საჭირო არის ამის პროფესიონალიზაცია, სპეციალიზაცია, მაგრამ დღეს საფრანგეთში მიღებულია როგორც ონკოლოგიაშია სავალდებულო სპეციალიზაცია, ასევე ენდომეტრიოზში საჭირო სპეციალიზაცია. ჩვენ გვაქვს ეს სპეციალიზაცია ცენტრი არის ენდომეტრიოზის, თანამშრომლობს სხვა ცენტრებთან, პერიოდულად ვიკრიბებით აი კონსილიუმს, რასაც ვეძახით თვეში ერთხელ, არის მაგალითად კონსილიუმები ონკოლოგიური, ხო, ასევე არის ენდომეტრიოზის კონსილიუმები, სადაც სხვადასხვა ქალაქების ონლაინ ხდება დღეს ეს შეკრებები, ვუნაწილეებთ ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას და კონკრეტულ რაღაც განსაკუთრებულ სიტუაციაში ყოველთვის საჭირო არის ექსპერტის დამატებითი აზრი, რომ სწორი ტაქტიკა გადაწყდეს, ვინაიდან თუ არასწორად არის ნამკურნალები, ჯერ ერთი პრობლემა რჩება. ეს არის უარესთება. ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ფორმა არის ეგრეთ წოდებული ღრმა ენდომეტრიოზი და სწორედ აქედან ადვილი გასაგებიც კი არის. ზოგჯერ ვხედავთ ხოლმე ოქმებს, სამწუხაროდ აქ თითქოს უფრო ხშირად, თუმცა საფრანგეთშიც მინახავს ოქმები, რომ თქვა ზედაპირულად რაღაცას მკურნალობენ, მაგრამ პრობლემა ღრმა არის, როგორც აისბერგი. აისბერგის წვერს ხედავენ და იმას რაღაცას გააკეთებენ, მაგრამ რეალურად პრობლემა რჩება. და ზოგადად, როდესაც არასწორად არის რაღაც გაკეთებული, შემდეგი ჩარევა უფრო ძნელია და რთულია. ამიტომ ამის თქმა მინდა, რომ ჭირდება სპეციალიზაცია, თან დადასტურებულად სპეციალიზაცია, რა დღეს სავალდებულო არის მაგალითად საფრანგეთში. და ერთი შეკითხვა მაქვს, ყველაზე საკმაოდ დაუმწურავი იყო ენდომეტრიოზე ბატონი რევაზის პასუხი და აი ესეთი საშუალება, როდესაც გვაქვს, რომ არის პაციენტი, კონკრეტული შემთხვევა, მაქვს ესეთი პირადად მე და თითქმის ყველა ქართველ ექიმს, იმიტომ რომ ნახევარზე მეც კლერმონ-ფერანში გაუვლია ჩემიდან დაწყებული, ვაძიმამდე გათავებული, ყველას ეპატიჟებოდა, ყველა ზოგიერთი ბატონი რევაზის სახლშიც კი უცხოვრიათ ამ ტრენინგის დროს და ესეთი ადამიანი ყავს. შეგიძლია მიწერო ზუსტად 5 წუთში მაქვს პასუხი. მე მართლა ყველაფერი გადასცა ვაძიმს არ აკლდა, არც განათლება, არც ცოდნა, მაგრამ ნუ კიდე არსებობდა იქ რაღაცა ნიუანსები, ჯერ მარტო გამოცდილებით რევაზი მეტი ქონდა გამოცდილება და ვაძიმზეც მინდა ვთქვა, რომ აი რაზე გიждები ამ ადამიანზე. ის არასოდეს არ უგულებელყოფს, როცა ახალ აზრს იღებს და არ ჭირს რაც ბევრ ქართველს. მე ვიცი, ყველაფერი აინტერესებს პატარა ბავშვით. ამიტომ ძალიან ხშირად ყოფილა, რო ჩამოდის რევაზი ჩვენ ადრე, ეხლა უკვე ისე კიდე აღარ შეიძლება იმდენად აღარ გვჭირდება ასეთი დიდი ჩარევები, ძალიან რთულ ოპერაციებს დღესაც, მაგრამ ადრე ვახვედრებდით, რომ რევას გაეკეთებინა, გვეყურებინა და აი მართლა ფანტასტიკურად თავდებოდა ყველაფერი და დღესდღეობით აი კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ვაძიმ ხატიაშვილმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა, შეიძლება ითქვას რეზოსთან ერთად საქართველოში თუ გინდაც გინეკოლოგიური ლაპარასკოპიის დამკვიდრების და სწორ გზაზე პაციენტების დაყენების. მე ახლა ვაკეთებ პატარა დავიწყე ამ სიბერში გადავწყვიტე ჩვენი ერთობლივად რამდენი ოპერაციული ჩარევის მერე ახლა მე რადგანაც რეპროდუქტოლოგი ვარ, უფრო მაინტერესებს განაყოფიერების პერიოდის ქალის რეპროდუქციული ასაკის ქალის ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორ ორსულდება პრაქტიკულად, რასაც ვაკეთებ, რევას უკვე მაქვს 500 შემთხვევა დაახლოებით, რასაც ვაკეთებ, წელიწადში 90% მთავრდება, ან დამხმარე რეპროდუქციული, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების გამოყენებით, IVF-ის ინსემინაციით, მაგრამ პრაქტიკულად არ მინახია. მე კიდე ერთხელ არ არის არც სარეკლამოდ რევაზის და ვაძიმის ოპერაციის მერე, რომ მე მეორედ დამჭირვებოდეს ენდომეტრიოზზე. იმიტომ რომ ჩვენ 100-ჯერ გადიან, 100-ჯერ წონიან, სჭირდება თუ არა, ეს არის მთავარი, რატომ მინდოდა რეზო მოსულიყო დღეს აქ და ვაძიმიც ერთად, იმიტომ რომ რევაზი იმდეს ვერ ხედავს, რასაც ვაძიმი. იმიტომ რომ რევაზი ხას 2-3-ჯერ ჩამოდის და ეს ხშირად არის ისეთი მუცლისღრუ, რომ ზუსტად ვიცი, რომ MRT გაკეთებულია ეს მაგნიტური რეზონანსი ყველაფერი და უკვე ვიცით რომ იქ არის ტყე. ვიცი რომ ვაძიმი მომკლავს, თამდვილად ზუსტად ვიცი, ასეთ მუცელში შესვლა არც თუ ისე ადვილია და დამეთანხმება რომ რა ვიცი, ვაძიმ როგორი შემთხვევები გქონია. აი რას ვიძახი რომ აი ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიის არასწორი გაკეთება ჯობია საერთოდ არ გააკეთონ. ვარ თუ არასწორი? კი, ნამდვილად.
რა ვიცი, აქ სელექციაც უნდა იყოს სწორი პაციენტების ოპერაციისთვის, რა თქმა უნდა. რასაც მე შენ განვიხილავ წინასწარ. კი, იმიტომ რომ ეხლა არის ისეთი შემთხვევები, რომ ეხლა მაგალითად მოდის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც აქვს კისტები, 3 სანტიმეტრიანი მაგალითად. ენდომეტრიოზულ კისტებს. ენდომეტრიოზული კისტა 3 სანტიმეტრიანი. ეხლა 3 სანტიმეტრიანს ჩვენ არ უკეთებთ ოპერაციას, მაინც ვაკვირდებით. თუ არ აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან განვითარებული ტკივილის სინდრომი. აი, იშვიათად აი ესეთ პატარა კისტებთან ერთად არის აი ესეთი ტკივილები, როცა ძალიან სტკივათ აი ციკლის დროს აი ბატონი რევაზიმაც რო თქვა, რომ აი ნემსებსაც იკეთებენ ისეთი ტკივილები და გამაყუჩელებენ ნემსებს და როცა არ არის ქალიშვილი, კონტაქტის დროსაც აქვს ტკივილები. მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ ექსპერტ ეხოსკოპიას, ვაკვირდებით იმას არის თუ არა სადმე ღრმა ენდომეტრიოზის კერები, თუ საჭირო არის ვაკეთებთ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, სადაც ვხედავთ, რომ მაგალითად რეტროცერვიკალურად არის დიდი ანუ საშვილოსნო რეტროცერვიკალური არის. გასიჯვისასაც კარგად ჩანს, კარგად ვსინჯავთ აი ამ რეტროცერვიკალურ ენდომეტრიოზულ კვანძებს. თითებითაც კარგად ისინჯება. ხო, თუ ქალიშვილი არ არის, რა თქმა უნდა და აი ამას ყველაფერს რო ვატარებთ, გასინჯვა, სავარძელზე ეხოსკოპია, ტომოგრაფია, იმის მერე ჩვენ ვწყვიტავთ, არის ეს პაციენტის საოპერაციო თუ არა. პაციენტის სურვილი, ვადი, პაციენტის სურვილი, გასაგებია. როცა ჩვენ ახლა როცა არ აქვს ტკივილის სინდრომი, როცა არ არის ძალიან ისეთი განვითარებული ღრმა ენდომეტრიოზი, რომელიც უშლის მაგალითად მოშარდვას, დეფეკაციას, ტკივილები აქვს, მაშინ ჩვენ არ ვაკეთებთ ოპერაციას ასეთ პატარა კისტებზე. როცა კისტა უკვე არის 5 სანტიმეტრამდე, მაშინ უკვე ვფიქრობთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ ოპერაცია. იქაც არის ბევრი ვარიანტები იმის, როგორ ჩატარდეს ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი შეხება საკვერცხეზე ამცირებს რეზერვს ფოლიკულარულს, რა თქმა უნდა და ცუდი თვისება აქვს ენდომეტრიოზულ კისტის კაფსულას. იმ კაფსულაშია ჩაზრდილი აი ეს ანტრალური პრემორდიალური პატარა ფოლიკულები და იმ კაფსულასთან ერთად იღებ ძალიან ბევრ ფოლიკულებსაც. ეს რას ნიშნავს? აი ვერცხუჯრედები უგასწავლე, საიდანაც გამოდის, აი ეს არის ჩაკირული აი იმ კაფსულაში. ანტიმიულერული ფაქტორი. და ამიტომ აქ ძალიან უნდა ისე აი ამ საკითხზე იფიქრო იმაზე, რომ მე არ დარჩეს უშვილოდ პაციენტი. საკვერცხე შეიძლება დაზიანდეს. ხო, საკვერცხე შეიძლება დაზიანდეს და ამიტომ აი ბატონმა რევაზმა პირველად გააკეთა საქართველოში ეს ოპერაცია, რომელიც ასეთი так называемая სკლეროთერაპია. მაგალითად აი ესეთი ოპერაცია, აქ რა ხდება, აქ არ ხდება იმ მთლიანად კაფსულის ამოღება საკვერცხის. ხდება პუნქცია იმ შიგთავსის, რაც არის იმ ენდომეტრიოზულ კისტებისთვის და მერე შეყვანა იქ სარაცელში სპირტის. სამედიცინო სპირტის 20 წუთით ექსპოზიცია ერთ კისტაში თუ არის ორმხრივი კისტები მით უმეტეს და რეციდივის რამდენი პროცენტი? რეციდივი რა თქმა უნდა არის даже კისტექტომიების მერე რეციდივი რა თქმა უნდა 30%-მდეა რა ბატონო. აქაც დამოკიდებული ვართ რა უნდა პაციენტს. ხო, როცა ხდება უკვე საკითხი, რომ ეს ნამდვილად საოპერაციო, მაშინ როცა კისტები არის 4 სანტიმეტრზე დიდი, როცა არის ორმხრივი, როცა არის ცალმხრივი კისტები, მაშინ შეიძლება გაკეთდეს კისტექტომია ერთ მხარეზე, იმიტომ რომ მეორე საკვერცხე არის აბსოლუტურად ნორმალური. როცა არის უკვე ორმხრივი კისტები და ბავშვი არ ყავთ და რო არ დავაზიანოთ საკვერცხეები, მაშინ აი ესეთი ოპერაცია ტარდება ჩვენთან ბატონი რევაზის მეშვეობით, იმიტომ რომ პირველი ოპერაცია საქართველოში სკლეროთერაპია ჩაატარა ლაპარასკოპიული მიდგომით ბატონი რევაზი. ჩვენ ვაკეთებთ აი ამ სკლეროთერაპიას უკვე ხშირად პაციენტებთან, ვისაც აქვს ორმხრივი ენდომეტრიოზული კისტები, იმიტომ რომ ამოიღო ის კაფსულები, არა მე უკვე ვთქვი, რომ ძალიან ზიანდება ეს საკვერცხე. იგი ვინცაც მე უნდა შვილოსნობის გაგრძელება. კი, რა თქმა უნდა. სამი შვილი თუ ყავს, ვისაც სამი შვილი ყავს, ვისაც არ უნდა გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ კაფსულის ამოღებას, ანუ მთლიანად კისტექტომიას და პარალელურად თუ არის ღრმა უბნები ენდომეტრიოზის, რა თქმა უნდა, იმასაც ვაყოლებთ, ანუ რეტროცერვიკალური, იმაზე თუ არის მაგალითად ხშირად რა არის რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზი, ეს არის განვითარება ენდომეტრიოზული კვანძის, ენდომეტრიოზის კერების საშვილოსნოს უკანა კედლის შორის და
სწორი ნაწლავის წინა კედლის შორის რა. ეს არის ურთულესი ოპერაცია, იმიტომ რომ ხშირად გვჭირდება სწორი ნაწლავის შეივინგი, აშრევება, იქიდან ამოჭრა ენდომეტრიოზული უბნების, ხანდახან გაკერვაც გვჭირდება ნაწლავის. იყო ეგეთი შემთხვევა, აი ბატონი რევაზის გაუკეთები აქ რამოდენიმე ეგეთი შემთხვევა, რომ დაგვჭირდა სწორი ნაწლავის რეზექციაც, იმიტომ რომ უკვე დეფეკაციას უშლიდა ეს ენდომეტრიოზის კერა და 50%-ზე მეტი იყო ჩასდილი ლორწოვანში. აი და ერთშავე მე სანატური, ანუ სანატურში. სწორი ნაწლავის სანატურში. შედიან მუცლის ღრუში. მე ხო ვხედავ ახლა გაკეთებულია მანამდე ეხოსკოპით რაც იყოს, ხო ვიღაცა პრომე ვიღაცის პაციენტი, არა ჩვენი, ამოღებულია ის პატარ-პატარა კისტები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ მიგვექცია ამ შემთხვევაში და სკლეროთერაპიით განეკურნათ, ის გაეკეთებინათ და ის ღრმა ენდომეტრიოზი უკვე რომ ვერ მიეკარენ და ხანდახან ვიძახი ხოლმე ვაძიმსაც ვეონები და რევასაც კიდე კაი რომ არ მიეკარენ, თორე უარეს დამართებდნენ. მე უკვე რელაპარასკოპია გვინდა, თავიდან შედიან ესენი, ის მუცლის ღრუში, ამასობაში რეზერვი გვეკარგება. აი, ამიტომ არის რომ ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ძალიან ბევრს ფიქრობთ იმაზე, აი რა გზით წავიდეთ, როგორი ოპერაცია გაუკეთოთ. ან საერთოდ არ გააკეთო. ხო, ან საერთოდ თუ არაფერი არ აწუხებს, არც ტკივა და კისტები არ არის 60 სანტიმეტრზე დიდი, ჯობია რომ აი ესეთი მდგომარეობით დაფეხმძიმდეს. ან ხო ან ეხა ესეთი ტენდენციაც არის ჩვენ ვეუბნებით პაციენტებს, იქნებ თქვენ აიღებთ ჯერ მასალას, კვერცხუჯრედების შენახვას და მერე გაიკეთეთ ოპერაცია, როცა აქვთ მაინც ტკივილის სინდრომი. რა თქმა უნდა. ხო, ესეც უდგებით, ხო, რეპროდუქტოლოგებთან ვუშვებთ, მაგათთან ერთად გავდივართ კონსულტაციას, აი რა ვქნათ, როგორ, რომ აი ყველანაირად ვფიქრობთ იმაზე, როცა ამ ოპერაციაზე მივდივართ, რომ რამენაირად დავზოგოთ ეს საკვერცხების რეზერვი, რა ფოლიკულარული და არ დავაშავოთ. ეხლა ბატონი რევას აი ზოგადად მე მინდა დავუმატო ერთი რამ, რომ სამწუხაროდ ზოგჯერ ასე არის გავრცელებული ახალგაზრდა ქირურგებშიც, გინეკოლოგებშიც, რომ აი საკვერცხის ქირურგია ეს არაფერი ისეთი არ არის, უფრო მეც ვაკეთებ, თქვა საშვილოსნოს მოშორება. მე ცხადია ლექციები რომ მაქვს, პირდაპირ ვეუბნები, რომ მე ვთვლი რომ აი საკვერცხის ქირურგია ხშირად უფრო ძნელია, ვიდრე საშვილოსნოს ამოღება. საშვილოსნოს ამოიღებ, ორგანოს ამოიღებ, მორჩა მთავრდება ყველაფერი, თუ გართულება არ არის მორჩა. საკვერცხეს თუ არასწორად გაუკეთებ ქირურგიულ ჩარევას, საკვერცხე დაკარგულია და დაკარგვა ეს არის ზოგჯერ ტრაგედია, როდესაც უშვილობის კონტექსტში არის ოპერაცია. ამიტომ პირდაპირ ვამბობთ ლექციაზე, სლაიდშიც მიწერია, საკვერცხის ენდომეტრიოზის გამო ოპერაცია უნდა გაკეთდეს ერთხელ, როგორც ბატონმა ვაძიმმა თქვა, კარგად უნდა შეირჩეს, ჯერ ერთი საჭიროა თუ არა და თუ გადავწყვიტეთ გაკეთება, ეს უკვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთხელ მოხდეს ამის ოპერაცია, იმიტომ რომ ყოველი განმეორებითი ოპერაცია არის უამრავი სტატისტიკა კვლევები, უფრო დამაზიანებელია ყოველი გამეორებითი ოპერაცია. და მინდა დავუბრუნდე ეს რეციდივი რომ ვახსენეთ, ამასაც ძალიან საინტერესო ასეთი ფენომენია. რეციდივი, ეხლა ყველას უცებ ონკოლოგია ახსენდება და ცხადია ონკოლოგიაში რეციდივი ცუდია და არ არის კარგი რეციდივი, როცა დგება, ხო? ამით ხდება შეფასება, რომ აი რეციდივი ამდენი და ამდენი პროცენტია. საკვერცხის შემთხვევაში რეციდივი შეიძლება იყოს 20%, 10%, 15, 30 და ეს არ ითვლება ცუდად. ეს ითვლება პირიქით კარგად, აი უცნაურია, მაგრამ არის კვლევები, სადაც წერია, სადაც გამოკვლეულია არარეციდივირებული საკვერცხიდან უფრო ნაკლები კვერცხუჯრედებს იღებენ, თქვათ, ხელოვნური განაყოფიერების ციკლისთვის, ვინაიდან იქ პირველი ოპერაციის მერე მომსპარე აქვს ქსოვილი და აღარ არის ცოცხალი ქსოვილი. ამიტომ ზოგჯერ დისკუსიაც კი გქონდა, არის რაღაც მეთოდებს თავაზობენ, მაგალითად ლაზერით მოწვა და ასე შემდეგ და აქვთ არგუმენტად, რომ ნოლია რეციდივი და მეუბნები, რომ ნოლი თუ არის რეციდივი, ის იქ საკვერცხე აღარ არის, მკვდარია საკვერცხე და იმიტომ არის იქ ნოლი რეციდივი. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეციდივი არ არის ისეთი კატასტროფა. ეს გულისხმობს ზუსტად აი სპეციალიზაციას და ისეთ მიდგომას, რომ უნდა იცოდე ყველა დეტალი, ასე ზოგადად ვთქვათ, რეციდივი საკვერცხის, ეს არაფერს არ ნიშნავს. და რეციდივი, რა თქმა უნდა, სკლეროთერაპიის მერე უფრო ხშირად იქნება, ვიდრე კაფსულას რო ამოიღებ, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო დამზოგველი ოპერაცია. და ამიტომ აუძის ნადანადვუხვისა. აუცილებლად და კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა გკითხოთ, რა შემთხვევაში ხდება, აი საქართველოს საერთოდ გავრცელებულია ესეთი აზრი, რომ ვაიმე შემინარჩუნეთ მილები, იმიტომ რომ ენდომეტრიოზი რატომ არის უშვილობის, ხო ვთქვა ბატონმა რეზომას და ჩვენც ვიცით, ყველა ექიმათი თქმის, რომ ის იწვევს
მილების დაზიანებას თავის მხრივ დებიან ეს წარმონაქმნები ენდომეტრიოზული კვანძები და შეხორცებებს წარმოქმნიან და მილი არის განადგურებული. რამდენად ღირს ასეთი მილის შენარჩუნება. ამიტომ მინდა ერევასთან გადავიდე, იმიტომ რომ პაციენტებს აქვთ ერთხელ მე და ვაძიმმა გავიარეთ, ეხლა მოუყევით ზუსტად ეს ისტორია, რამოდენიმე ხნის წინ იყო, სერიოზული პრობლემა შეგვექნა. ეს ომი მთელი კავკასიის ცენტრში იყო ერთი ამბავი. ცალკე მე მირეკავდნენ, ცალკე ვაძიმს რომ პუმბარა ჩამიგდეს საოპერაციო. მილები რატომ მომაცილეთ? ხო, ორი დაბლოკილა. მინდა რევაზმა ერთხელ კიდე საქართველოს აუხსნას ბედურებული 2 მილი ამოვიღე, იმიტომ რომ ეს საერთოდ კიდე ესეთი საკითხია, რომელიც ზუსტად აი ეხლა სულ მეუბნებიან აი შორს და ესე ვერ ხედავ ზუსტად შორიდან რომ ხედავ რაღაცებს უფრო მოქმედებს და უფრო თვალშისაცემია ეხლა წარმოუდგენელია საფრანგეთში რაღაც გააკეთო თქვათ მილი ამოუღო და მე ასეთ რეაქცია მოყვეს მე რომ შეხალ პროფესიონალი განდეს და თუ შენ გადაწყვეტა ესე იგი ასეა საჭირო და მორჩა ამაზე არც არის მერეთ ხო რო დაუბრუნდეთ ეხლა მილების საკითხში ერთ-ერთი თუ რეალური ენდომეტრიოზია ენდომეტრიოზს ყოველთვის აქვს შეხორცებები ახლავს შეხორცებები აზიანებს მილის ფუნქციას და თუ მილის ფუნქცია დაზიანებულია დიდი ხნის განმავლობაში მექანიკურად აი ეს გონიათ ხოლმე პაციენტებს რომ იქნებ აღმიდგინოთ გამავლობა სამწუხაროდ ეს უხეშ მაგალითს მოვიტან ეს არ არის თქვა გაჭედილი მილის ხო საშულოსნოს მილი ეს არის გამტარი თქვა დამაკავშირებელი საკვერცხესა და საშულოსნოს შორის ხო რომ მოხდეს განაყოფიერება კვერცხუჯრედის საკვერცხიდან უნდა წამოვიდეს მილის გავლით და იქ ხდება სპერმატოზოიდთან შეხვედრა და განაყოფიერება ხდება ხო ბუნებრივად მილში ხო მაგრამ რის თქმა მინდა ესე ცოტა უხეში ის მაგალითია მაგრამ ეს არ არის რაღაც გაჭედილი მილი კანალიზაციის და ასე შემდეგ რომელსაც გახსნე და მორჩა იქ თქვა იშვიათად ჭირდება მილს მთლიანად გამოცვლა ხო გაჭედილია და გაიხსნება ეს მილი არის ცოცხალი ორგანო რომელსაც ზუსტად შიგნით ისეთი უხეში კედელი კი არა აქ იმას აქვს სპეციალური ლორწოვანი რომელსაც ქვია მოციმციმე ეპითელიუმი ანუ იქ მუდმივად არის ასე ვთქვათ პერისტალტიკა მოძრაობა და ის მილის ესე იგი ფუნქცია მილის აქტიურობა ხელს უწყობს გადაადგილებას ძირითადად საკვერცხუჯრედის ხო როდესაც მილი დიდხანს არის დაზიანებული ეს ფუნქცია ქვეითდება ანუ მექანიკურად შეიძლება თვალით თქვა რომ აი მილი გავხსენი მაგრამ მილის ფუნქცია დარღვეულია ეს რეალურად არ იმუშავებს ვიცით ფიზიოლოგიურად ისევ და ისევ კვლევები ამაზე მეორე მხრივ თუ მოხდა განაყოფიერება უფრო მეტი რისკია დაზიანებულ მილში გაიჭედოს ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და დამთავრდეს გარე ორსულობით და საერთოდ მედიცინა ხო ვითარდება რაღაც ახალი ინფორმაციები ჩნდება პლუს კიდე ამასთან ერთად სხვა თქვა საკითხებიდან მოვიდა კიდე ასეთი დამატებითი ინფორმაცია უკვე 15 წელია დაახლოებით ვიცით რომ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კიბო ქალში არის საკვერცხის კიბო აქვე ვიტყვი რატო არის აგრესიული საკვერცხის კიბო მაგალითად საშულოსნოს კიბო ვლინდება მაშინვე სისხლდენით და ნუ იწყებს პაციენტი გამოკვლევებს და დროზე ყველაზე ადრე თქვა კურნალობენ საშულოსნოს კიბოს და პრაქტიკულად დღეს მორჩენადია ლამის 100% შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ისმება დიაგნოზი საკვერცხის კიბო ვითარდება მუცლის ღრუში დახრულ სივრცეში და არანაირი ნიშნებით არ ვლინდება არც კივილით არაფრით და აღმოაჩენენ უკვე როდესაც შორს არის მესამე ლამის მეოთხე სტადიის დროს და ძალიან ძნელი სამკურნალოა. და დღეს ცნობილია რომ საკვერცხის კიბოს 80% დაახლოებით იწყება მილში. ასეა დღეს მილიდან ასე ვთქვათ გადადის საკვერცხეზე. ამიტომ ცნობილია რომ მილის მოშორებით მცირდება მკვეთრად საკვერცხის კიბოს რისკი. ამიტომ თუ რაღაც პრობლემა აქვს მილს და დაზიანებულია, იმის ამოღება დღეს არ ითვლება არათუ კატასტროფად, პირიქით შეიძლება კარგიც იყოს ასეთი მილის ამოღება და თან დღეს მეორეს მხრივ მილში რაღაც პროცესები მერე ხელს უშლის ხელოვნური განაყოფიერების, რომელიც ძნელია, ხშირად ძვირია და ასე შემდეგ მიაღწევ რაღაცას და უკვე შემდეგ ნაყოფის განვითარებას ეს დაზიანებული მილი ხელს უშლის სხვა მექანიზმებით. ამიტომ მილის ამოღება არათუ ტრაგედია, პირიქით ზოგჯერ უკეთესიც არის სულ სხვა რაღაც მხრივ, თქვათ, ონკოლოგიის მხრივ და ეს არ უნდა ითვლებოდეს რაღაც განსაკუთრებულ ტრაგედიად. ეს არის აღსანიშნავი. მაინტერესებს, აი ეს მილი როა დაზიანებული ეს როგორ ვლინდება ამისი შივილები მილი რომ არის დაზიანებული ეს ვლინდება გარკვეული გამოკვლევებით არის ასეთი გისტეროსალპინგოგრაფია როდესაც კონტრასტი შეყვავს მილში და ჩანს ხო რენტგენით კონტროლის ქვეშ ჩანს რომ იქ მილი დახშულია დაზიანებულია
ზოგადად მილის დახშობა დაზიანება ერთ-ერთი წყარო არის ენდომეტრიოზი, მეორე წყარო არის სხვა ინფექციები, გენიტალური ინფექციები. ანუ თავის დროზე რაღაც ნიშნები იყო, თქვა, წავე ანთებას, რასაც ეძახიან საკვერცხების და ასე შემდეგ, ამან შეიძლება დატოვოს ასეთი დაზიანება. ზოგჯერ ტკივილი თვლინდება. ყოველ შემთხვევაში ამის დიაგნოსტიკა არის რენტგენოლოგიური მეთოდი და დღეს თანამედროვე ეხოსკოპიითაც შეიძლება მარტივად ინახოს. რა მაინტერესებს, აი ქალია ცხოვრობს არ დადის მოკლედ მოდი ვთქვათ ექიმთან, არ არის ეგ. რაც საქართველოს ძალიან მაღალ პროცენტში ხდება. და უცებ შეიძლება დაემართოს ეს. ანუ რა ენდომეტრიოზი? არა, აი იმის მილი, რომელიც მილში დაზიანება არ ხდება ასე. რომელიც საკვერცხეს კიბოს გამოიწვევს. ასე არ ხდება. არა. ეს ასე მოწმენდელსაზე არ ხდება, ახლა ცოტა დაუბრუნდეთ, ეს კი არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს ამოუღოთ მილი. უბრალოდ ლაპარაკია ოპერაციულ ჩარევაზე, რომელიც კეთდება, ვთქვათ, ენდომეტრიოზის გამო, კეთდება შვილოსნობის შენარჩუნების კონტექსტში, შვილოსნობის გაუმჯობესების მიზნით და ცოტა პარადოქსულად ჩანს, რომ მილი ამოუღო, როდესაც გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი, ხო? და დღეს ვიცით, რომ ეს კი გამართლებულია ამ სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ მილი არაფუნქციონირებადია და არასდროს მისი ფუნქციის აღდგება არ მოხდება და მეორე მხრივ რაღაც სხვა, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი ამაზეა ლაპარაკი, როდესაც ოპერაციის დროს მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ხელოვნური განაყოფიერების წინ ხდება ამის ამოღება, როდესაც ვიცით, რომ მილი დაზიანებულია, მაგრამ ზოგადად ასე ჯამრთელ მილს სიტყვაზე არავინ არ ამოუღებთ, რომ ეს კიდე სხვა საკითხი არის ზოგადად, აი როდესაც ითხოვენ პაციენტები რაღაცის ოპერაციას, იმიტომ რომ მითხრეს, რომ აი ეს უნდა გაიკეთო. მე ვეუბნები, რომ ნებისმიერი ოპერაცია უნდა იყოს გამართლებული, დასაბუთებული. კი, დღეს ნარკოზის ეშინიათ ყველგან საფრანგეთიც ასეა, რომ აი ყველაზე მეტად ეშინიათ თქვათ ნარკოზის და მე ყველას ვეუბნები, რომ აი ქუჩაში რო გახვალთ, იქ უფრო სტატისტიკურად მეტი რისკია, რომ მანქანა დაგეტაკოთ, ვიდრე თქვათ აქ რაღაც მოგივიდეთ. თბილისში სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტი რისკია ამისი, ხო? ხო და ასე რომ ნარკოზი დღეს პრაქტიკულად პრობლემები არ არის ნარკოზის დროს, მაგრამ ნებისმიერი ოპერაცია, როგორი ექსპერტიც არ უნდა იყოს, შეიძლება მოხდეს რაღაც, გაგირთულდეს, დააზიანო, ასე არის სტატისტიკურად ასე არის, ნულოვანი რისკი ქირურგიული არ არსებობს, ამიტომ თუ რაღაცი გამართლება არ არის, უნაყოფობა, რაღაც ნიშნები ინფექციის, ასე მილებს არ ვიღებთ. ჩვენ რა ვთქვით, ის არის, რომ უბრალოდ დღეს ვიცით, რომ მილზე ასეთი გადარევა უკაცრავად სიტყვისთვის არ უნდა იყოს ასეთი გადარევა მილზე. არა, არანაირად არ უნდა იყოს, მილზე არ ხდება გადარევა. ბატონი რევაზი ინვიტროს განყოფილებაში მუშაობდა საფრანგეთში და იცის რომ მილი გაბერილი და გაფუჭებული ჰიდროსალპინქსი უშლის ამ მაგას ვიძახით ძლივშევაგროვოთ ეს ხელოვნური განაყოფიერების და უშლის მიმაგრებასაც ნიდაციას აი ეს ემბრიონი რო გადაიტანო ჰიდროსალპინქსი გაბერილი ანუ რომ ვთქვათ აი ესეთი როგორც კალბასები ისეა გაბერილი ამ ძეხვის ფორმის არაფერ შეიძლება მისი დატოვება ეხლა ვაძიმი ზუსტად მეუბნებოდა ამ ბოლო დროსო რაღაც დაიწყეო სულ რენტგენს აკეთებ ინვიტრომდე ეს არის კლინიკები რომელიც ითხოვს აი ამ მილების წინასწარ რენტგენით შემოწმებას იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩანს მილის არის დაზიანებული ოპერაცია ღირს გაკეთება თუ არა და მე ვახვედრებ მე ბატონებს ამ არა მე კითხვა იქიდან გამიჩნდა რომ კვერცხუჯრედის სიმსივნე ჩდებაო თქვენ რომ საკვერცხის ბოდიშით საკვერცხის არა ისევე მეორებ ამას ვიღებთ მაგალითად როდესაც ვაშორებთ სულ სხვა საკითხი არის თუმცა ენდომეტრიოზის გამო შეიძლება საშვილოსნო მოვაშოროთ ხო ახალგაზრდა ქალს რომელსაც ჯერ არა აქვს მენოპაუზა ანუ საშუალოდ 50 წლამდე თუ სხვა რაღაც მიზეზების გამო საშვილოსნოს ვუღებთ იმას საკვერცხეს ვუტოვებთ მაგრამ სავალდებულოდ ვიღებთ მილს მაშინ როდესაც ადრე ტექნიკურად უფრო მარტივი იყო ვთქვათ მილის დატოვება ანუ გავრცელება რო არ მოხდეს ხო ამის მინდა ხო მაგრამ ზოგადად ესეც უნდა ითქვას რაღაცა საერთოდ რომ ვიღებთ ეს სიამოვნებას კი არ გვაყენებს უბრალოდ საჭიროა და გამართლებულია იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ოპერაციების დროს მოგვიწია მილის ამოღება იმიტომ რომ ზუსტად ისეთ სიტუაცია იყო და ყოველთვის ამას ვაფასებთ იგივე ვაძიბსაც ვეკითხებით იგივე ასისტენტებს რომ აი ეს ასეთი სიტუაცია და ჯობია მილის ამოღება იმიტომ რომ იყო ასეთ კონკრეტული სიტუაცია ამ მილის დატოვება არ შეიძლება მაგრამ ასე კი არ არის უცებ ჰოპ ვაკეთებთ არა ამას თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას ეს არის ნაფიქრი დღევანდელი რასაც ქვია evidence based medicine ამის საფუძველზე ანუ მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე ვაკეთებთ იმიტომ კი არა რომ გვსიამოვნებს ან რაღაც სხვა ისაგო
ოპერაციის დროსაც კომუნიკაცია მიდის ნათესავებთან მეუღლესთან უხსნით ყველაფერს უხსნით და მე უკვე ერთად წვითავთ აი ხო ასეთ კონკრეტული სიტუაცია ოპერაციის დროს გავჩერდი დაურეკეს მეუღლეს აუხსენი ეს და მეუღლემ თქვა ცხადია არანაირი პრობლემა არ არის სწორედ მილების ამოღებაზე იყო ლაპარაკი კურცასმენი უკეთია ვაძიმ საწყას მთელი ოპერაციის განმავლობაში ჩემ პაციენტებს როცა ესეთ სიტუაცია და მეუბნება განსაკუთრებით იმ შემთხვევის მერე რომ всё აი გარდაუვალია თან ეს შეიძლება ჩაიწეროს ფირზეც მე ანახო პაციენტს მოკლედ ისე ძალუწურავად ლაპარაკობთ და ისე გასაგებად ჩემთვის ადამიანისთვის რომელიც მედიცინაში საერთოდ არ ვეკვევი მინდა თათიას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა იმიტომ რომ ესეთი პოდკასტი დაიწყო სადაც პროფესიონალები და რა ვიცი სოფლიო დონის სპეციალისტები ზიხართ ახლა აქ ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიცი სანამ ამ პოდკასტისთვის და მზადებას დავიწყებდი წავიკითხე ყველაფერი მოვიძიე თქვენს შესახებ და მე მივხვდი რომ ცოტა შემეშინდა იმიტომ რომ როგორც ხალხი ისეც ვერ გაგესაუბრებოდი და ძალიან მიხარია აქ რომ ხართ ამ თემაზე საუბრობთ და ფაქტიურად ეს არის საგანმანათლებლო შევეცდები რომ და ძალიან საჭიროა ეს ქვეყნისთვის ერთი საკითხი მინდა ესე ჩვენ ვინც გვისმენს რომ უთხრა რომ ეს ენდომეტრიოზის ოპერაცია ითვლება მაინც საექსპერტო ოპერაციით ანუ ყველა ვერა გააკეთებს მაგ ოპერაციას კარგად ეს უნდა იყოს ქირურგი ექსპერტი რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ ოპერაციების კეთების და ეს ოპერაცია აუცილებლად როცა არის ღრმა ენდომეტრიოზზე ეჭვი, აი ესეთი რთული ოპერაცია უნდა გაკეთდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც არის ქირურგიც, უროლოგიც. იმიტომ რომ ენდომეტრიოზის გავრცელება მიდის შარდის ბუჟზე, სწორნაწლავზე, შარდსაწვეთებზე და ამიტომ ჩვენ გჭირდება ოპერაციის დროს ხშირად დახმარება უროლოგების და ქირურგების. ამიტომ ესეთი ოპერაცია იგეგმება აი ესე კონსილიუმით ქირურგთან, უროლოგთან ერთად და ისე შევდივართ ჩვენ საოპერაციოში, რომ ქირურგიც და უროლოგი არის ახლოს და თუ რამეა ერთვება უკვე ამ ოპერაციაში სპეციალისტი. ან ქირურგი, ან უროლოგი, როცა არის საჭირო. სიტყვებს დავუმატებ ერთ რამეს, ეს არის მეცნიერულადაც დადასტურებული კვლევები არის ჩვენთან გაკეთებული საფრანგეთში გაკეთდა იმ სხვა ცენტრებს შორის ვინც ენდომეტრიოზით არის დაკავებული და ეს საერთოდ გავრცელებული კვლევები არის სხვა პათოლოგიის დროს რამდენი ოპერაცია უნდა გააკეთოს ქირურგმა კონკრეტული პათოლოგიის დროს რომ კონდეს მინიმალური გართულებები აი რა cut-off რასაც ქვია რა რაოდენობის ოპერაციები კონკრეტულად ეს გაკეთდა ღრმა ენდომეტრიოზის გამო ვინაიდან როგორც ვაძიმმა ბრძანა ეს არის ძალიან ექსპერტული ოპერაცია წელიწადში მინიმუმ 20 ასეთი ოპერაცია უნდა აკეთოს ქირურგმა რომ მას კონდეს ნაკლები გართულებები და უკვე მე პაციენტმა შეიძლება აირჩიოს რომ თქვათ ვისთან მივიდეს როგორ მივიდეს ჩვენ მქონდა ესეთი შემთხვევა, ხა არ ახსოვს არც ბატონ რევას და არც ბატონ ვაძიმს, იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვეტეთ ამ პაციენტის საფრანგეთში რომ რეზომ შესთავაზა, მაშინ აი ეს იყო 12 წლის წინ, რომ უკვე ორჯერ იყო ნალაპარასკოპიები, ერთი საკვერცხი ამოკვეთილი, მეორე იმდენად რთული და ღრმა ენდომეტრიოზი იყო, რომ საფრანგეთშიც კი აი გაახსენდება რევას ვერ შეძლეს იქაც კი ნაცლავთან ისე იყო ეს საკვერცხე შეხორცებული რომ ვერ ამოიღეს. მე ჰორმონალური საშინელი ტკივილები გაუსაძლისი. ახლა მე წინა პოდკასტებში ვიტყვი, აი ახლა დღემდე დადის ეს პაციენტი, მიდის ხოლმე კონსულტაციებზე ხანდახან რევასთან ისე, აი ეს ჰორმონალური თერაპიით მოვიყვანე აგერ კლიმაქსამდე და მენოპაუზა ახლა ხსნა არის. გასწავლე შენ ესტროგენი როგორც კი განილევა, ენდომეტრიოზი წყნარდება და მაგით თქვი, პრინციპში დატოვეს ეს გოგონა მართლა არა ჩვეულებრივი ადამიანი უშვილო, მე კი რაღაცა იმეებით დღეს ხა ბედნიერია, შვილი წყავს ყველაფერი, მაგრამ რეალურად საკუთარი ესე იგი გენეტიკურად თავისი შვილი არ ყავს. ეს არის ზუსტად იმ არასწორი ოპერაციული ჩარევების, რომ უკვე რევაზმაც ვეღარ გადააკეთა და ვაძიმამ. სამწუხაროდ ესეც უნდა ითქვას, რომ ენდომეტრიოზი, განსაკუთრებით ენდომეტრიოზი არის ერთ პათოლოგია, სადაც ყოველთვის
ვერ ვახერხებთ ბოლომდე იმის გაკეთებას, რაც უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ არის რაღაც ზღვარი, ვინაიდან რომ მაქსიმალურად რადიკალური უნდა იყოს რადიკალური, მაგრამ ისეთ ზონაში იმუშაობ, რომ იქ არის სხვა ორგანოები, შარდსაწვეთი, ნაწლავი, სიზარღვებიც კი არის, ზოგჯერ ჩათრეული, ის შეიძლება დაზიანდეს და უკვე საერთოდ იქ სიცოცხლეზეა ლაპარაკი. ამიტომ ეს არის ყველაზე ძნელი გადასაწყვეტი, ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ვიცით, რომ ბოლომდე ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ნერვს ბირგაიში. ხო, ნერვებზეც, დღეს ხო, დღეს ძალიან განვითარდა, ქირურგიაც, მედიცინაც და რა მოგეხსენებათ, რომ როდესაც ქირურგიაზეა ლაპარაკი, გინეკოლოგიურზე განსაკუთრებით, ეს არის ლაპარასკოპიული ოპერაციები, არა, აი კამერას გამოყენებით და კამერები ჩვენს გვაინტერესებს და კამერების განვითარებას მივყვებით. დღეს ვიყენებთ 4K კამერები არის ყველაზე გავრცელებული, მოგეხსენებათ ეს რაც არის, ძალიან ბევრ მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტ დეტალებს ხედავ. ადრე იყო რასაც ვეძახდით HD-ც უკვე დიდი ის იყო ჩვენთვის, ახლა 4K არის, 8K იქნება მალე, ძალიან ბევრ პატარა დეტალს ხედავთ, რომელსაც უბრალოდ ვერ შეხედავ. ანუ თვალით ჩვეულებრივად ამ ფაქტიურად მიკროსკოპივით მუშაობთ, ამ პლუს განათება გვაქვს დამატებით. ამიტომ დეტალებს ძალიან კარგად ვარჩევთ და ამ დეტალების გარჩევადობის ზრდა ამ გამოიწვია ის, რომ ხედავთ ნერვებს, პატარა ნერვებს ხედავთ, ისეთ ნერვებს, რომელსაც ადრე სულ ხანდახან ვიხსენებთ, აი რამდენი გადაგვიჭირია ადრე 20 წლის წინ, იმიტომ რომ არ ვიცოთ ეს თურმე ნერვია. დღეს ხედავთ და ზუსტად ენდომეტრიოში ჩართულია ხოლმე ნერვები და ოპერაცია როდესაც კეთდება, როგორც უნდა გაკეთდეს სტანდარტებით, ხშირად ვაკეთებთ, რომ აი ნერვებს აღარ ვეხებით, ადრე ვჭრიდით ნერვებს. ასე რომ თვითონ ქირურგიაც ვითარდება, მაგრამ ამის მიუხედავად ზოგჯერ ისე არის ჩათრეული, თუნდაც ნერვი არის იშვიათად ქალები, რომელსაც ძალიან უცნაური ტკივილები აქვთ, აი რასაც თქვათ ზურგის ხერხემლის მალის დროს არის ტკივილები, ასეთი ტკივილები არის საჯდომი ნერვის პროექციაზე, იმიტომ რომ ამის ენდომეტრიოზიც კი არსებობს და ამის ენდომეტრიოზიც კი ამოგვიჭრია, ეს არის უკვე ძალიან რთული ოპერაციები და ზოგჯერ ესეც კი შეუძლებელია. პლევრის ღრუში. პლევრის ღრუშიც კი. და მე კიდე ბოლო ერთი შემთხვევა იყო, ეს რო არ თქვა, არ შემიძლია, რა თქმა უნდა, მანამდე განვიხილება თონევასთან და ბაძიმთან, მაგრამ გამომიგზავნეს პაციენტი დღეს, აი რამოდენიმე დღის წინ, იცი რა წინა პოდკასტშიც ვილაპარაკე, ბატონ რევასთან ძალიან უნდათ რომ საოპერაციოდ გამეყვანა ახალგაზრდა ქალი, ეხოსკოპია ოქროს სტანდარტი, არაფერი არ აჩვენა, მაგნიტური რეზონანსი, კონტრასტით არაფერი, ძალიან უნდათ რომ მაინც ოპერაცია, რის ოპერაცია, აი ენდომეტრიოზი მესამე ხარისხის. ასეთიც ხდება. რა თქმა უნდა, ვიღაცა ქირურგი, რეზორ არ იყოს, ვაძიმერ არ იყოს, შეიყვანს, ისე სადიაგნოსტიკოთ მაინც გაუკეთებს რაღაცას, წარმოუდგენელია ხალხო. გამორიცხულია იმის შედეგებს, მე ჩვენ ვიფიქრით რეპროდუქტოლოგები, ასე რომ ასეთ ადამიანებთან როცა მიწევს მუშაობა, ძალიან მიჭირს უკვე მარტივ რაღაცას. ასეთი ადამიანების მოსმენა როცა მიწევს, მე აღარ წავიკითხავ იმაში, Facebook-ში, აღარ წავიკითხავ სოციალურ ქსელებში რაღაცებს, ამიტომ ბევრი ესეთი ინფორმაციული ხობს ყველაფერს არეზარებად ბაძიმის და რევას ბაძიმს 1000 კონსულტაცია რო კონდეს სანამ არ დაამთავრებს არ წავა გამორიცხულია და ესეთი ადამიანები რო არსებობენ მიდით და ხალხო გამოიყენეთ ბოლომდე ტყილა ჩავიგდებთ საფრთხეში თორე შენ რომ მოყევი იმ დღეს გოგონა იყო პატარაობისასო ბრმანაწლავის ოპერაცია ქონიათო გაკეთებულიო და მე რო ენდომეტრიოზი ყოფილაო არის შეცდომა საკვერცხესაც გადავხედეო გინეკოლოგის ხოთაშორს მე ამათგან ვიცი ჩემ გუშინ წინ რა ოპერაცია იყო ის ბრმანაწლავი იყო შესული ენდომეტრიოზის პირველ რასაც ვეკითხები ბრმანაწლავის ოპერაცია არის თუ არა იმიტომ რომ მარჯვენა საკვერცხი ძალიან ხშირად ვიღებ ეხოზე პატარა ვიღებ ბრმანაწლავის ენდომეტრიოზის და ახლა ამ დღეებში ენდომეტრიოზი ხშირია 12-13 წელზე რო აქვს აპენდექტომია და იქ მიუყოლებია ქირურგ საკვერცხე 12 წლის ბავშვი რა საკვერცხე არ მოეწონა ოღონდ ვერ ვიგებ მაგრამ ვერ შეხორცება ვერ იმასკნა გათიშა და შესაბამისად ხო მე იმას დაუბრუნდები რომ სიამოვნების გულისთვის ან რაღაც სხვა იმის გამო კი არ ვაკეთებთ ოპერაციას და რაღაცას ვიღებთ მხოლოდ იმიტომ რომ აი ეს არის გამართლებული ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა და ბატონ ბაძიმისთვის ასეა და ეს ვიცი და ისევ და ისევ ძალიან ხშირად ბევრი ასე ვთქვათ ტვინის ჭყლეტის და მე ხშირად ვიმეორებ ისევ ლექციებზე რომ ქირურგია ხელებში არ არის ქირურგია თავშია ყველაზე ძნელი არის ხოლმე გადაწყვეტილების მიღება სწორის თორე ტექნიკურად იმას გააკეთებ
მთავარი არის სწორი გადაწყვეტილების მიღება და ეს არის ქირურგიაში ყველაზე ძნელი და მათ შორის აი დანიშნულება ოპერაციის გაკეთება დანიშნულების გარეშე ცხადი არანაირად გამართლებული არ არის. აი დაგვიჯერეთ პაციენტი რომ მოდის და გვეუბნება რომ ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს, რომ ღრმა ენდომეტრიოზის კერები აქვსო, ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, აი ნეტავი მართლა არ იყოს ეს ღრმა ენდომეტრიოზი, იმიტომ რომ აი არავის არ უნდა აი ესეთი უმძიმესი ოპერაციების გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან სარისკო ოპერაციები, ყველაფერი შეიძლება დაზიანდეს ნაწლავით, შარდის ბუშტით, შარდსაწვეთით, ამას კი უხსნით ჩვენ პაციენტებს, მაგრამ ნუ გაუძლევს შემთხვევაში მაინც მივდივართ ჩვენ ამ რისკზე და ვაკეთებთ ამ ოპერაციებს და უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, სადაც არის ღრმა ენდომეტრიოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე მენჯის გულში იქნება ძალიან ძლიერი შეხორცებითი პროცესი და ეს შეხორცებითი პროცესი ყოველთვის ართულებს ოპერაციას 10-20 ჯერ. და არ არის მაგას ვიძახი, ეს უნდა გააკეთოს, როგორც ბატონებმა ბრძანეს ექსპერტებმა, რომ ხალი არ ჩავარდეს სავალალო მდგომარეობაში. და პაციენტს უნდა კონდეს მაქსიმალური ინფორმაცია. ეს მე მგონი, ისეთი ბანალური სიტყვები ჩანს, მაგრამ ეს არის ჩვენი მოვალეობა ახლა ზოგჯერ აქ მეჭუბებიან კიდევაც რომ ძალიან ბევრს ელაპარაკები პაციენტებსო, მაგრამ იქაც ასეა, ძალიან ბევრს ველაპარაკები და ძალიან ხშირად ძალიან ბევრი დრო მიდის ამაზე და იქ ხანდახან პაციენტები მაჩერებენ გენდობითო. სხვა შორის აქ ეგეთ რაღაც არ გამიგია გენდობითო, იქ გაჩერებენ რომ აი გენდობითო და აქ ცოტა რაღაც სხვა ესეთი ხო და და ყველაფერი ყველაფერი რომ აუხსნა ეს ყველაფერი უნდა იცოდე და ზუსტად ამას ვეუბნები რომ ეს იშვიათია, მაგრამ გამოვლილი გვაქვს და იმიტომ გეუბნებით მარტო წიგნებიდან კი არა გვაქვს ამოკითხული, ეს გამოვლილი გვაქვს და ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება მოხდეს, ეს მოხდეს, ეს დაზიანდეს, ის დაზიანდეს, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა იცოდეთ რომ აი ამაზე მიდიხართ და ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ვიცით. აი ეგ არის. ხო და ამიტომ ხშირად არ უსმენთ პროფესიონალებს. არა, ChatGPT-ს წამიკითხავენ, აი პირდაპირ კონსულტაციაზე და მიკითხავენ. Chat GPT-ში ასე წერია ბატონო ვაძიმ და თქვენ რატო მეუბნებით რომ ასე საჭირო? აგზავნოს ხოჩორ ChatGPT. მოდი ამის შეკითხვას კიდევ ერთხელ დავსვავ, თათიას ვკითხე და წავიკითხე კიდეც კაცმა არის ის საიდან ჩდება ენდომეტრიოზი, მაგრამ თუ არის რაღაცა მეცნიერული მიგნებები და კვლევები, მაინც საიდან ჩდება რაღაც პატარ-პატარა მიგნებები თუ არის, რომ იცოდეს საზოგადოება. Наверное, из-за того яблока, которое Адамов дали. ამას ვერ გადავთარგმნით. ანუ ადამიანს ვაშლი მისცესო მაგის ბრალიაო. ალბათ იქიდან წამოვიდა ენდომეტრიოზი. სხვადასხვა თეორიები არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეორია არის სიმფსონის თეორია, უკვე საუკუნეზე მეტია, რეტროგრადული მენსტრუაციის. ანუ რა არის ენდომეტრიოზი? ენდომეტრიოზი არის ლორწოვანის ენდომეტრიუმის, რომელიც შიგნით არის ნორმალურად საშვილოსნოს ღრუში და ეს გამოდის ყოველი თვიურის დროს, რომ განახლება მოხდეს ამ ლორწოვანის, რომ მერე თუ მოხდა განაყოფიერება, იმ განახლებულ შრეში ჩაიზარდოს ნაყოფი და განვითარდეს. ეს ენდომეტრიუმი, ანუ ლორწოვანი ზოგჯერ მილებით გამავალი მილებით გადადის მუცლის ღრუში, გარეთაც გამოდის და მუცლის ღრუშიც გადადის მენსტრუაციების დროს, თვიურის დროს და ის მერე ჩაინერგება, მაგრამ ყველა ქალს არ უმთავრდება, ამიტომ დღეს ცნობილია ძალიან ბევრ დაავადებას აქვს. გენეტიკური წინაპირობა, ეს კი არ ნიშნავს, რომ სავალდებულოდ გენეტიკურად გადაეცემა, შეიძლება რაღაც მუტაცია იყოს და სწორედ აი უამრავი რაღაც მუტაციები არის ნანახი გენების დონეზე ენდომეტრიუმ ქალებში, რომელიც იწვევს იმას, რომ თქვათ ეს ამ ქალში განვითარდება ეს ენდომეტრიოზი. რაღაც პატარა ჰორმონალური დარღვევებით შეიძლება იყოს. ყველაფერი დღეს საბოლოოდ არ ვიცით. არის მაგალითად აუხსნელი არსებობს მაგალითად ჭიპის ენდომეტრიოზი. რამდენი გავკვეთებია თბილისში, საფრანგეთში ჭიპის ენდომეტრიოზი. ის რო შემდგომი ნაციონალის ჭიპიდან აქ ქალი აღწერს მენსტრუაციის დროს სისხლი მოდის ჭიპიდან, ხო, სიტყვაზე. და ნუ ეს მაგალითად მენსტრუაციასთან კავშირში არ არის, ეს შეიძლება იყოს სისხლის გზით რაღაც იქ მოხვედრა ჰემატოგენური, ამიტომ პრინციპში ზუსტად არ ვიცით. აი ბატონმა ვაძიმმა ახსნენა საკეისროს მერე ეს არის ძალიან ხშირია. და სხვა შორის ამაზე გამახსენდა ძალიან საინტერესო ახლა საფრანგეთში მოგეხსენებათ ქართველი პაციენტები ჩამოდიან 1000 მიზეზის გამო და ამაზე მე მქონდა კიდევაც რაღაც პოსტები Facebook-ში და ეს საბედნიეროდ ამის საშუალება
დღეს არის ვინაიდან ეს კიდე ვიზა ლიბერალიზაცია არსებობს და თუ ეს შეწყდა ესეთ გადაიკეტება ერთი ქართველი პაციენტი იყო რომელიც მოვიდა ამ ჩივილებით რომ ტკივილი აქვს და ნუ დავიწყე გამოკითხვა მუცლის არეში ტკივილი საკეისრო გაატანილი და ზუსტად ისე იყო მეუთხარი ეს და მე შევხედე ისტორიას მანამდე მოსული იყო მაგრამ ვერ აუხსნა ეს თავისი სიტყვებით თქვათ ფრანგ კოლეგებს და ნუ მე არაფერი ელემენტარული ოპერაცია ეს რა ქვია ამოვჭერი სურათიც მაქვს აქ იყო დიდი ენდომეტრიოზი ამ საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურში და ზუსტად რის თქმა მინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტს უნდა მოსმენა პაციენტები ძალიან ხშირად ბევრ ისეთ რაღაცებს ამბობენ რაც აი პირდაპირ ორიენტაციას გაძლევს ენდომეტრიოზზე ამიტომ ეს ამასაც ცოდნა უნდა როგორ მოусმენო პაციენტს და რა გამოიტანო მთავარი ინფორმაცია პაციენტის ჩივლებიდან და მახსოვს ერთი ლექციიდან აი ბოლოს მინდა მახსოვს ადრე რამოდენიმე წლის წინ რეზომ ლექციაზე თქვი შენ შიმპანზეებზე ჩაატარეს გახსოვს გიждები ამ იმაზე აი პირველი რაც გამახსენდა და თუ ხო სწორი მახსოვს კი არა ჩვენც მუშაობდით სხვა შორის თქვენ ჩაატარეთ აბა ჩვენ კი ჩვენ არ ყო შიმპანზე არა უფრო სწორად შიმპანზე არ იყო ის იყო მაკაკები პატარები არიან მაკაკ რეზუსებზე დღეს აკრძალულია საერთოდ დღეს არ დაგვაბრალო არ დაგვაბრალო მაგრამ ძალიან ადრე იყო რა უბრალოდ ნათელი მაგალითად ხوار მოგიკლია რა არა ლაპაროსკოპიებს ვაკეთებდით განმეორებით ვაკვირდებოდით როგორ ვითარდება მკურნალობის ფონზე და ასე შემდეგ და ნუ მაკაკები პრიმატები ჩვენც პრიმატები ვართ ფაქტობრივად ჩვენ მაიმუნები ვართ მაიმუნების ერთ-ერთი სახეობა არის ეხლა გზაში ვკითხულობდით წიგნს ქვია მესამე მაიმუნი არის ორი მაიმუნი ჩვენია ახლონათესავე და ჩვენ ვართ მესამე მაიმუნოს რო ეუბნები კაც არ არის ეს შეურაცხყოფა 2% არის განსხვავება შიმპანზეებისა და ადამიანების გენებს შორის სულ 2% არის და ეს არის ძირითადი განსხვავება ადამიანების მოკლედ რო დაუბრუნდეთ ისეთივე დაავადებები აქვთ ამ პრიმატებს როგორც ადამიანებს ამიტომ ერთ დროს იყო ერთ-ერთი მოდელი დღეს აიგრძელდა საერთოდ ენდომეტრიოზის შესწავლის მოდელი იყო ეს პრიმატები და როცა აიღეს ესე იგი ენდომეტრიოზიანი მაიმუნის რომელსაც ეს კერა ჩააკერეს ჯანმრთელი მაიმუნის საკვერცხეს და რამოდენიმე ხანში აკვირდებოდა როგორ არა სრულიად ელიმინაცია ეს არის საინტერესო რომ ზუსტად ახლა ჩვენ რამოდენიმე მაიმუნი ყავდა რომ ზოგში ჩამოიშალა ზოგში განვითარდა ხო აი ეს არის რომ ზუსტად ადამიანებშიც ასე არის ზოგან გაქრა ალაგდა თავისით ზოგან გაგრძელდა განვითარდა ამიტომ ეს ხო ეს ზუსტად არ ვიცით ახლა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ახლა გენეტიკური ანალიზი არ ჩაგვიტარებია რა განსხვავება იყო მათ შორის ორ შორის მაგრამ სხვა შორის გარეგნულად ცოტა რომ გავამხიარულოთ გარეგნულადაც განსხვავდებოდნენ ის მაკაკები ერთი მაკაკა იყო ნომრები ერთ-ერთი მაკაკა იყო რომელსაც ნუ ნომრები ქონდა მეორე ნომერს ვეძახდით იმ მაკაკას რომელსაც ნუ წარმოუდგენელი ხლა ამას რა დაგავიწყებს 20 წლის წინ იყო იკეთებდა ეპილაციას ანუ სახის ირგვლივ ქონდა ესეთი ოვალი და ვხედავდით ხოლმე რომ ასე იზრობდა თავის ხელით შევლოდა ძალიან ისეთ რეგულარული ოვალი და იყო კანი და არა ბეტონი ასე რომ განსხვავება არის რაღაც ახლა განვითარდა ამ ასეთ მაკაკაში მაგაში განვითარდა ხო მაგრამ ეს ახლა არ მინდა მე შორს ასული დასკვნების არა ეს საერთოდ ენდომეტრიოზი ესთეტიური მედიცინის ცენტრები ძალიან სხვათა შორის დღეს მოგეხსენებათ საზოგადოება როგორ იცვლება ვითარდება და ძალიან ბევრი რაღაც შეზღუდვები რაღაცები ჩდება ნუ ახლა ცუდია კარგია ვერ გეტყვით მაგრამ არის ძალიან ცნობილი კვლევა იტალიური ძალიან ცნობილი ჯგუფის რომელიც ბევრს მუშაობს ენდომეტრიოზზე ყველაზე ცნობილი ექსპერტები ვინც არიან და მათ ჩაატარეს ძალიან ისეთი კვლევა რომელიც დღეს ითვლება არაეთიკურად არასწორად დასვეს ესენი რა ქვია მამაკაცები დერეფანში და მიდიოდნენ პაციენტები და უბრალოდ ამათ უთხრეს ექსპერტები და უთხრეს რომ აი ვის შეიძლება კონდეს ენდომეტრიოზი ქალები რომ მიდიან უბრალოდ დერეფანში სამონტყოფოში და მე გარეგნული ხო ახლა არ გაუსენჯიათ არ დალაპარაკებიან იგზის და უბრალოდ უყურებს ქალი ვინ მიდის და აღმოჩნდა მეც იყო ყველაზე ლამაზი ისეთი კარგად თქვათ მაკიაჟით იმითი იმათ აღმოაჩნდათ მე დადასტურებულად ენდომეტრიოზი ესე ნამდვილად ესეთი სიმპათიური პაციენტები მოდიან ენდომეტრიოზი რაც უფრო ღრმა ენდომეტრიოზი უფრო სიმპათიურია რა არის მეთქი რა არა ამას მე მქონდა მეცნიერული ახსნა რომ აი თქვათ იგივე თვალები ვისაც თქვათ უბწყინავს და ასე შემდეგ იმათ შეიძლება მეტი ჭარბი ესტროგენები აქვთ
და ესტროგენი იწვევს სტიმულაციას ენდომეტრიოზის. ესტროგენი ხომ აპროვოცირებელია? და საერთოდ ესტროგენი ეს არის კალორიისა, ხო? აი კალური ნიშნები ესტროგენებზეა დამოკიდებული და ამიტომ რაც უფრო კალორია თეორიულად შეიძლება უფრო მეტი ენდომეტრიოზი ქონდეს, მაგრამ აქაც რამე არ დაგვაბრალონ დღეს. აი ამაშიც მაგრებიან ორივე პროფესორი, ორივემ სიყვარული და საყვარლად დაამთავრეს ენდომეტრიოზის თემა. ამაშიც მაგრებიან, რა ვქნა. კიდე ერთხელ აღნიშნა. ორი პოდკასტია ენდომეტრიოზე ვისმენ, ბევრი წავიკითხე. ბევრი ვერ წავიკითხე. მაგრამ თქვენ რომ მოგისმინეთ, შეგიძლიათ ლექციები ჩავატაროთ. არ გავკადნიერდები, მე არა ვარ ყველაფრის სოდნი ადამიანი და მართლა ძალიან საჭიროა თქვენნაირი ადამიანები და თქვენნაირი ადამიანების საუბარი, იმიტომ რომ არის ბევრი ექიმი, მე არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ გამოცდილების გაზიარება, რომ იცოდნენ და მიღება იცოდნენ რაღაცები, ძალიან კარგი იქნება. თან ისეთი ადამიანებისგან როგორც თქვენ ხართ, სამივე და ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენს ცოდნას, თქვენს ნიჭს, თქვენს გამოცდილებას და მინდა რომ ბევრი ადამიანი განკურნოთ. ამ ქვეყანას ჭირდება ბევრი თქვენნაირი ადამიანი, ბევრი მეცნიერი, ბევრი ფეხბურთელი კარგია სპორტში, მაგრამ ჩემთვის თქვენ ხართ ყველაზე ცნობილი ადამიანები, იმიტომ რომ ცნობილი არა, ყველაზე საამაყო ადამიანები, იმიტომ რომ ემსახურებით ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის ფასი მე მგონი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. ძალიან დიდი მადლობა ნიკა და შევეცდები ბატონი რევაზის ყოველ ჩამოსვლას დავამთხიოთ პოდკასტი, იმიტომ რომ ვაძიმი ისედაც მოდი შევიპიროთ და რაღაცა გამიზალიანდებოდა რევაზი რო არ იყოს. მოდი შევიპიროთ და თუ რაღაცა ისეთი თემა იქნება, რომ ჩავრთოთ ხოლმე ან WhatsApp-ით ან Zoom-ით. ყოველთვის დაგვეხმარება ყველაფერში აბსოლუტურად გონია რომ მე ვიცი რომ აქ რო ჩამოდიხართ სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს თვის დახმარება გინდათ. რა თქმა უნდა, აბა სულ არაფრისთვის და მინდა რომ ვაიმე წამომწთა რამდენი წელი. მე მინდა რომ ბევრი იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი ექიმი მოღვაწეობს საზღვარგარეთ და მინდა რომ ამდენი ხალხი წაიყვანოს თვითონ ბატონი რევაზი დაგვავიწყდა მთავარი ამეღნიშნა რომ ეს არის სასწავლო ცენტრის ლაპარასკოპიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი კლერმონ-ფერანში ძალიან ულამაზესი ცენტრია ნამყოფი ვარ მართალი არ მისწავლია არ საჭიროებდი ამდენი ცოდნა ზედმეტი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ აი მართლა არაჩვეულებრივი ადგილია და არ ყოფილა საქართველოში ალბათ ნუ თითზე ჩამოსართული შეიძლება ვიღაცა მაგრამ არ არის ქირურგი ლაპარასკოპისტი რომელსაც არ გაევლოს კლერმონში ქართულს ქართულს რჩებიან ხოლმე თუ მოდიან უკან ეს ჩვენი ექიმები ჩვენები ყველა დაბრუნდა კი ყველა დაბრუნდა ზოგი რამდენჯერმე შოთა და ის ხო შოთა ხო ერთი ორი ესენი ადრე წავიდნენ ახლა ანუ აი იქ რა სტილით მიმდინარეობს სწავლება აი ხა მაინტერესებს და რითი განსხვავდება აი ქართული მედიცინის სკოლა და ევროპული მედიცინის სკოლა. ეს უკვე ძალიან ვრცელი თემა არის. საერთოდ აი ეს მოკლედ ამაზე მომავალში მექნება სხვა ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში ქართულ გადაცემაში გვექნება. ხო, ამაზე ვილაპარაკებ დეტალურად. რის თქმა მინდა საერთოდ სამედიცინო განათლება ალბათ სხვა განათლების სხვა სპეციალობებში განათლებისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად ვთქვათ რაღაც ხელოვნება და ასე შემდეგ უშუალოდ რაღაცას აკეთებ და ხო აქ უშუალოდ კონტაქტი გაქვს პაციენტებთან რაც ძალიან ბევრ შეზღუდვებს იწვევს ხო ყველაფერს ვთქვათ პაციენტებზე ვერ გააკეთებ შეიძლება ნებისმიერ რაღაც დახატო და ვთქვათ იმას არაფერი არ მოყვება ხო ამიტომ ეს არის ძალიან რეგლამენტირებული ძალიან ორგანიზებული ძალიან მკაცრ პრინციპებზე დამყარებული და სამედიცინო განათლება არის სავალდებულოდ საუნივერსიტეტო სამავთყოფოებში, სადაც აი განათლება და ეს მკურნალობა ერთად არის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაში, ძირითადი რგოლი ჯანდაცვის არის რეზიდენტი, საფრანგეთში ინტერნი ქვია, ხო? აი ფილმებიც არის რეზიდენტებს და ასე შემდეგ, გინახავთ ხო ამერიკული სერიალები და აი ეს რეზიდენტი ერთის ხრივ სწავლობს, მეორე ხრივ ეს ატრიალებს თელს ამ სამედიცინო მანქანას. იგივე თქვა ჩვენ უფროსები, უფრო მეთვალყურეობის, თქვა მათი რაღაც აღზრდის როლი ძირითადი არის რეზიდენტები, ანუ
სწავლას სწავლის ძირითადი მომენტი და მონაკვეთი არის მეორეს მხრივ მომუშავე ფაქტიურად ახალგაზრდა ექიმი. ეს არის ძირითადი პრინციპი ამ სამედიცინო განათლების და დანარჩენია, რასაც თათი ამბობდა, ეს ვთქვათ, ჩვენი სასწავლო ცენტრი, ეს არის სპეციალიზაციისთვის, ლაპარასკოპიაში სპეციალიზაციისთვის, ვინაიდან ლაპარასკოპია გულისხმობს აპარატურასთან მუშაობას, პლუს, ხო, არა, აპარატურით მუშაობთ, აი ვიდეო აპარატურით მუშაობთ, ხო? და ეს საშუალებას იძლევა, რომ გაკეთდეს აი კლინიკური სიტუაციის საოპერაციო სიმულაცია რეალური საოპერაციოს გარეთ. ანუ ფაქტიურად ჩვენ ვართ სიმულაციური ცენტრი, სადაც დგას ისეთივე აპარატურა, რაც არის საოპერაციოში, რაც აქვს ბატონ ვაძიმს, უბრალოდ აი ხელის ასათვისებლად და ვთქვათ ტექნიკური რაღაცების შესაძენად მუშაობთ მულაჟებზე, ცხოველებზე, ჯერჯერობით, ღორებზე უნდა ითქვას, მაგრამ ესეც ალბათ შეწყდება მეორე მხრივ ძალიან ვითარდება ეს ვირტუალური სიმულატორები და ნუ ეს საერთოდ ეს პრინციპია დღეს რომ არასდროს პირველად პაციენტზე. ნუ ყველაფერი უნდა ისწავლო წინასწარ არა პაციენტზე, არამედ აი სიმულაციურ გარემოში. აი ეს შეკითხვა ორი რამის გამო დავსვი. ერთი რომ ჩემი შვილი სამედიცინოზე სწავლობს უკვე მეორე კურსის სტუდენტია და ძალიან კარგი სტუდენტია, ჩემი შვილი მაგიტომ არა. ძალიან მონდომებული ბავშვია. არ ბავშვი აღარ არის ახალგაზრდაა და მეორე საქართველოში საქართველოს ვინაიდან არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს მედიცინაშიც უნდა იყოს ევროპის ნაწილი, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ ევროპის ნაწილი თუ უნდა ვიყოთ, რაღაცებში უნდა განვითარდეთ, რომ ევროპამდე მივიდეთ. მაგას მაგიტომ ჩამოდის ბატონი რევაზი ამდენი წლებია ვაძიმთან ვაძიმთანაც მაქვს ეს შეკითხვა, რომ ჩვენ ვიცი რომ წინ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედიცინასთან წინ ვართ სხვა რესპუბლიკების კი ვიყავით მე მგონია რომ ვართ ხო თავარია უკან არ წავიდეთ თორემ კი ჩვენ დარგში ხა ჩვენ ვილაპარაკებთ უმეტესად ხა ამ ჩვენ წლები მართლა წინ ვიყავით ეხლა რა ხო იცით არა რომ რა არის ეს ენდოსკოპიური ქირურგია ეს არის ფული იმიტომ რომ ნებისმიერი აპარატურა აი ჩემთან აპარატურა რაც ღირს მილიონი ლარი აი ეგ არის მთავარი რომ ნორმალური აპარატურა განახლებას უნდა დიდი ფული და პრეზიდენტების სწავლას და იმას და იმიტომ ეხლა არ ვიცი როგორ განვითარდება საქართველოში ეს პროგრამა ნუ ვფიქრობ რომ ამ პოდკასტით პატარა აგურს დავდებთ და ვიღაცები იფიქრებენ არა, მაშინ ძალიან კარგია უნდა ვთქვათ, რასაც აი მე და ბატონი ვაძემი აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სულ ამაზე ვლაპარაკობთ, ესე იგი დღეს მაგალითად აი ძალიან კარგია რომ ბძანეთ, აი დღეს გინეკოლოგიაში კონკრეტულად ენდომეტრიოზის მკურნალობის სტანდარტი არის ლაპარასკოპია. სხვანაირად ახლა დღეს ამის გამო არ ხსნიან. ხო, ლაპარასკოპია ვითარდება, რაც გითხარით, აი HD იყო, 4K, ახლა 8K, კიდე სხვა ტექნოლოგიები ვითარდება, მაგალითად, ქართულად არის როგორ augmented reality. რა არის augmented reality, მაგალითად, აი თამაშები არის Pokemon რაღაცები, ხო? რას ნიშნავს? მაგალითად, აი MRI რო ვახსენეთ, ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსი, იმის სურათი კომპიუტერულმა პროგრამამ შეგვიძლია დაგვიდოს ეკრანზე რეალურად, როდესაც ვაკეთებ და იმან გითხრას, რომ აი ეგ ზუსტად ენდომეტრიოზია, რასაც შენ თვალით ხედავ, პლუს ენდომეტრიოზია, იმიტომ რომ ეს ბირთვულ მაგნიტურმა რეზონანსმა დაინახა, ხო? ხელოვნურმა ინტელექტმა. ხო. ხელოვნური ინტელექტი ხო ამას ვამბობ და ეს ყველაფერი ვითარდება, იმდენად ვითარდება ისე სწრაფად, რომ წარმოუდგენელი არის ფლუორესცენცია. რა არის ფლუორესცენცია? მაგრამ რაღაც ორგანოები ანათებს. სპეციალური კონტრაქტი შეყვავს, ხო? და მართლა ჩარცაწვეთი რომელიც იყო ყოველთვის ჩვენი ის ობსესია რომ აი არ დავაზიანოთ დღეს სტანდარტი გახდა შეყვავს სპეციალური საღებავი ძალიან მარტივად უსაფრთხო და სპეციალური კამერები იმას ანათებს და ვიცით რომ აი რისიც გვეშინოდა მთელი ცხოვრება ეს აგერ არის და აუვლით სწორედ ღრმა ენდომეტრიოზის დროს მაგრამ რაც ბატონმა ვაძიმმა ბძანა ეს ყველაფერი ახალია ეს ყველაფერი ძვირი ღირს და ეს თუ ამაზე ხო განახლებას და სიცოცხლეზე მეტი ძვირი არ ღირს. ხო, მაგრამ მეორეს მხრივ იმ სიტუაციაში და იმ სქემებში, რაც დღეს არსებობს ჯანდაცვაში, იმ შეუძლებელია აპარატურის განახლება და ამიტომ მე ძალიან მეშინია რომ შეიძლება საქართველოს კი წინ იყო, მართლა იყო ასე, რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ ეხლა ჩამოვრჩეთ, ვინაიდან სამწუხაროდ ამის დაფინანსება არ მოყვება.
რადგან ეს იმხელა თანხებთან არის, რომ პრაქტიკულად არც ერთ ქირურგს არ ხელეწიფება და თავისი ჯიბიდან ასე რომ ვთქვათ, მოკლედ ვერ გადაიხდის. ვერავინ ვერ შეიძლება. ეს არის კოლოსალურად მიდის ბატონ რევაზის ცენტრში. ხო კი, ეს საფრანგეთია, ხა ნუ შევედრებით, მაგრამ განახლება მიდის ყოველწლიურად, ხო? რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება არის განახლების და ამის გამოც ის სისტემა ძალიან დეფიციტურია და ძალიან ძვირი ღირს და მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება ვერ ჩამორჩები ყოველწლიურად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი რო ახსენეთ ხელოვნური ინტელექტი არის ფანტასტიკა უკვე არის პროგრამები რომელიც თქვათ აჩერებს ქირურგს რომ ამას ხელი არ მოკიდო ეს შეიძლება დააზიანო ეს უკვე არის რეალურად არის ხო და ეს ძვირი ღირს სხვანაირად არ გამოდის ძვირი ღირს და ამას თუ არ ექნა დაფინანსება მაშინ ჩამორჩება საქართველოს და ეს ძალიან სწრაფად მოხდება დაშორება. და ვერც პაციენტის ჯიბეს პაციენტის ხარჯით ვერ გააკეთებ. მაშინ ვერ გადაიხდის ის პაციენტი. წარმოუდგენელია. თუ დიდ თანხას დაადებ ასეთ ოპერაციას რომ მე შესაბამისი აპარატურა შექმნა, პაციენტიც ვერ გადაიხდის. ნუ მოკლედ ეს ჯაჭვია ჩვენ სალაპარაკო არ არის. გონია რომ სახელმწიფოს უნდა ყავდეს ბევრი ჯანმრთელი ადამიანი, რომ შექმნან ბევრი ფული, ანუ მატერიალური დოლარი, ესე ვფიქრობ მე. ძალიან თეორიულად ასე უნდა იყოს და ბევრგან ასე არის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე თითქმის დამოკიდებული ვართ ტექნიკაზე და აპარატზე. ძალიან ვართ დამოკიდებული, კი, დამოკიდებული ვართ და ეს უფრო და უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა. ჩემ დროს იყო რომ როგორ ინგლისური თუ არიცით, რა თქმა უნდა, რო ჩამოვედი ამერიკიდან, ნამდვილად ინგლისური თუ ეკი მარიცო და ინფორმაცია საიდან მიიღებ და ვერ ვიკებდი. აი დღეს უკვე ტექნიკა ყველაფერთან ერთად კიდე პლუს. ასე რომ დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდე ერთხელ რომ შეგაწუხეთ ესეთი დატვირთული ხუთდღიანი გრაფიკის მერე თუ შევძლებდი ამ ორი ადამიანის წამოყვანას კიდე და პოდკასტის ჩაწერას. მე როგორც ვიცი პირდაპირ ოპერაციიდან წამოვიდნენ 9 საათი წარ დაუსვენიათ მიუხედავად ჩემი მეგობრობის აი არ ვიცი რითი გადაგიხადოთ მადლობა კიდე აქ დავისვენეთ ძალიან კარგი ძალიან დიდი მადლობა და შეგფიქრდი რომ ყოველ ჩამოსვლაზე ჩავწერთ პოდკასტს ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ არსებობთ რომ მუშაობთ რომ შრომობთ რომ გვანათლებთ და მინდა რომ ბევრი თქვენაირი ადამიანი იყოს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ეს ქვეყანა მეცნიერების გარეშე ვერ განვითარდება ამაზე ვაწერ ხელს აი ნამდვილად